სამყაროში მშვენიერი გარემო და სიმართლე გითხრათ, აჭარაბეთ არენა ძალიან უმწონს მე და ეს რაგბისთვის ძალიან მელამაზება. მოკლედ ყველაფერი მზად არის იმის რომ დაიწყოს ჩვენი ნაკრების მატჩით და იოსებ ჯაფარიძეს ერგო გაბუნია ვიქნებით თქვენთან ერთად ეს ალბათ დროდადრო მოვა ხალხი ვიცით ქართული ამბავი რომ სადღაც მე-10 წუთზე მე-15 წუთზე უკვე იმის ისა არ იქნება რომ ხალხი არ მოვიდა სტადიონზე. მოკლედ ველოდებით მოთამაშეებს, ველოდებით იმებს და მატჩიც მალე დაიწყება. კი, სტადიონი სადაც ისტორიულ გამარჯვება მოვიპოვეთ იტალიასთან 3 წლის წინ ზაფხულში იყო შარშან ფიჯისთან მატჩი სადაც დავმარცხეთ და ეს უკვე მესამე თამაშია საქართველოს ნაკრების ამ სტადიონზე. ძალიან საინტერესო ტესტები გველოდება ამ ნოემბერში. იმ მხრივ არის საინტერესო რომ ეს ტესტები გადაწყვიტავს მსოფლიო რეიტინგში ადგილს და განთესვას მსოფლიო თასისთვის მოგესწრება ძალიან მალე იქნება კენჭის რა. ამიტომ ჩვენი მიზანი ამ ტესტებზე უკვე ამ ტესტებს შედეგსაც აქვს დიდი მნიშვნელობა. სამივე თამაში უნდა მოვიგოთ თუ გვინდა დავჩეთ 12 ეულში და მივიღოთ უკეთესი განთესვა წელიწადის დროს. ხო, თან ტესტებიც ისეთი მივიღეთ რომ უნდა ვთქვათ რომ ეხა პირველი ორი ტესტი შედარებით სუსტი არის ამერიკა, კანადა და მესამე ტესტი იაპონიასთან რომელიც თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე ლოკომოტივის სახელობის სტადიონზე გაიმართება. იქ უნდა გადაწყვეს სავარაუდოდ აი პირველი 12 ეულის დავაკომპლექტებ თუ არა პირველ 12 ეულს ჩვენ. მოკლედ ეს არის და ეს გამოვაცხადოთ შემადგენლობები. კი ბატონო, ავიღებ ჩემ თავზე სტუმრების შემადგენლობას. უნდა ვთქვათ, რომ ამერიკამ ერთი კვირის წინ ითამაშა შოტლანდიასთან და განადგურდა 85-0. ქონდა ეს თამაში ჩვენ რაგბი ტივის ეთერში და ჩვენს მაყურებელს ქონდა იმის საშუალება, რომ შეეფასებინა ჩვენი მომავალი მეტოქე. შეფასება რამდენად გამოვიდოდა იმ თამაშთან არ ვიცი, რადგან მეორე გუნდით იყო შოტლანდია, უნდა ვთქვათ, კი იყო იქ ვანდერმერვეც იყო დარსი გრეემიც იყო, მაგრამ ძირითადი ბირთვი მაინც ზელანდიისთვის ემზადებოდა, რომელიც დღეს გაიმართება. ასევე მოდი აი მივყვეთ ბარემ ეზეკიელ ლინდემუტი, კალებ გიგერი და პონო დეივისი იქნებიან პირველ ხაზში, ტევიტა ნაკალი და ჯეისონ დამი გუნდის კაპიტანი მეორეში, მესამე ხაზში მარნო რიდელინგასი და პედირაიანი და მაკენ ალიქენი, ნახევარდაცვა რუბენ დეასი და ლუკარტი, ფრთებზე რუფუს მაკლინი და მარკო კიფი, ცენტრში ტევიტა ლოპეტი და დომინიკ ბესაგი და 15 ნომრად იქნება ტობი ფლიკერი. დაახლოებით იდენტური შემადგენლობა იყო დაყენებული შოტლანდიასთანაც, არის რამდენიმე ცვლილება, რასაც დროდადრო მოგახსენებს. შერგო? საქართველოს ეცე დავით აბდუშელიშვილი, ორი ირაკლი ქვათაძე, 3 ბექა გიგაშვილი, აუნიშნოთ რომ დავით აბდუშელიშვილის დებიუტია დღეს, 4 მიხეილ ბაბუნაშვილი, 5 ლადო ჩაჩაინძე, 6 ლუკა ივანიშვილი, 8 ბექა საღინაძე, 7 ბექა საღინაძე, 8 ბექა გორგაძის გუნდის კაპიტანი იქნება, 9 ვასილ ობჟანიძე, 10 თედო აბჟანდაძე, რომელიც დაბრუნდა დიდი პაუზის შემდეგ ძირითადში, 11 გიორგი შველიძე, 12 თონგე კახოიძე, 13 გიორგი კვესელაძე, 14 აკაკი ტაბუცაძე, 15 დავით ნინიაშვილი, რიჩარდ ქოქრილი, ჩვენი თავარსკვლელი ინგლისელი სპეციალისტი. ხო, კი ბატონო, ხო, სკოტ ლოურენსია არწივების თავარი მცველი, უნდა ვთქვათ, რომ ძირითადი 99% მოთამაშეების არის ამერიკის ჩემპიონატიდან დაკომპლექტებული, ამერიკის მეიჯორ ლიგა, რომელიც ძალიან დიდ რეგრესს განიცდის, უნდა ვთქვათ, 6 ფრანჩიზა დაკარგა უკვე, შემდეგ წელს უკვე 6 ფრანჩიზის ნაკლები იქნება ამერიკის მეიჯორ ლიგაში. თან ეს ყველაფერი იმის საპირწონეთ უნდა ვთქვათ, რომ 2031 წელს სწორედ ამერიკა უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს 31-ში კაცების და 23-ში ქალბატონების და რაღაცა ძირეული ისენია შესაძლებელი. სხვათა შორის World Rugby-ს აქვს დატოვებული უფლება, რომ თუ ჩათვალეს არა უკვე სიტუაციის მიხედვით თუ ჩათვალეს არ იქნება მოგებიანი ჩემპიონატი შეუძლიათ მოუწევს შეცვალო გადაწყვეტილება და კი ბატონო არის მოგეთ არის ქვეყნები მაგათად ინგლისი საფრანგეთი რომელიც გარანტირებულად დიდ მოგებას წერს და ნუ რა თქმა უნდა სწორედ ვარაუდია ალბათ დიდი ალბათობა ინგლისით ჩაანაცვლებენ ხო აღნიშნე რომ ჩემპიონატის მორაგბებია მათ ყავთ ევროპაში რამდენიმე ძალიან კარგი ლეგიონი თუმცა ისინი დღეს არ არიან ნუ ზოგადად პრობლემა ანუ აი ჩვენი ბიჭები მით უნდა შევაქოთ რომ ჩვენ ფაქტობრივად ეგეთი პრობლემა თითქმის არ გვაქვს ხოლმე რომ მოთამაშე უარს ამბობდეს ნაკრებში ჩამოსვლაზე განსხვავებით ბევრი ტეორიის ქვეყნისგან სადაც ვთქვათ კლუბებისგან წნეხი როცა მოდის ამჯობინებენ რომ კლუბებში დაშნენ კი
კი ბატონო. აი გამოცენ უკვე ჩვენი მორაგბეები ბექა საღინაძე დგას პირველი, არ არის კაპიტანი, მაგრამ ის დგას, რადგან დღეს 51 მატჩს ატარებს ფორჯღაოსნების რიგებში, აი სწორედ ამას აცხადებს მატჩის ადგილობრივი დიქტორიც. კი ბატონო, მიულოცოთ და უსურო წარმატებები მგონია ბექა იმ კატეგორიის მოთამაშეა, რომელიც ასკებს ითამაშებს და ყოველთვის, რა ვიცი, ბექას შრომა ძალიან და ჯაფა ძალიან დიდი არის საქართველოს ნაკრებში. ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, ძალიან დომინანტური მესამე ხაზებია, შეტევაში, დაცვაშიც, აი მისი აგრესია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის და გამოდიან უკვე ესე მუსიკის ფონზე, შვერიერი გაფორმებები და მოკლედ იწყება ჩვენი მატჩიც. ხო, უნდა თქვა ცერგო ის აუცილებლად რომ ორი პირველ ხაზელია დევიდ აინუ და ჯეკ ისკარო ტოპ 14-ში ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ტულუზამ და სტად ფრანსემ და ეს მოთამაშეები სწორედ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. დევიდ აინუ დაშავდა იმ მატჩში და ჯეკ ისკარო უბრალოდ გადაწყვიტა რომ არ ჩამოსულიყო და სტად ფრანსემზე გაეკეთებინა აქცენტი. 10 ნომერი ყავს ძალიან კარგი ლუკა ივანიშვილის სანაგუნდელი ბრისტოლში, ეიჯეი მაკინტი. მოკეთო აავთ, ასე ვთქვათ, შეუძლიათ მათ ამ გუნდის გაზიარება, მაგრამ აღნიშნოთ რომ არ ყოფილა თამაში, მე არ მახსენდება თამაში, რომ სადაც ჩვენ ამერიკისთვის იოლად მოგვიგოს. ჩვენთვის არის რაღაც ცოტა უხერხული მეტოქია, მოусმინოთ იმას და მე შევაფასოთ. Star Spangled Banner-ი გაისმება ბათუმი აჭარაბეთ არენაზე. და ამერიკის ეროვნული ჰიმნი და ახლა იქნება საქართველოს ეროვნული თავისუფლება. Please remain standing for the national anthem of Georgia. ესე შესრულდა ჩვენი ეროვნული ჰიმნის და ყველაფერი მზად არის იმის რომ მატჩი დაიწყოს, საჯებზე არ გითქვა სერგო არაფერი, ინგლისური საჭთა ბრიგადა და მოემსახურება დღევანდელ მატჩს, ლუკა პირსი იქნება ძალიან გამოცდილი რეფერი, თანამემამულეებთან და ადამ ლილი და ჯორჯ შელუდი დაეხმარებიან კიდეებიდან და დენ ჯოუნსი იქნება ვიდეო რეფერი. დენ ჯოუნსი ის რომელია სხვათა შორის ეხა იყო ბუჯდა ბუნკერში ირლანდიაზე თუ უყურე და წითელი რაღაც დაუსახურებელი ტადბერნის რო წითელი ვიცა სწორედ იმედია ასეთი დაუსახურებელი რაღაცები არ იქნება დღეს და მოკლედ ყველაფერი მზად არის ბიჭები, მზად არიან, ჩვენ მზად ვარ და ვიწყებთ ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს.
კი, ამერიკაზე აღნიშნოთ კიდევ ის, რომ მათ წინა მსოფლიო გამოტოვეს, ვერ გავიდნენ იქ ბოლო წუთზე დამარცხდნენ პორტუგალიასთან და შემდეგ პორტუგალიამ რა მოახდინა მსოფლიოზე ყველამ ნახეთ, მაგრამ წელს მათ უკვე მოიპოვეს საგზური, დაამარცხეს სამოა და ავსტრალიაში ისინი ჩვენთან ერთად გაემგზავრებიან, თუმცა აღნიშნოთ აუცილებლად, რომ წელს უკვე 24 გუნდიანი იქნება ავსტრალიის ჩემპიონატი, 4 გუნდი დაამატა Old Dragon. I will give you both a warning on 10 seconds. აი, წავიდა უკუთვა, ველოდებით ლუკპირსის ნიშანს. ეს კალი ტრადიციაა სხვათა შორის სავსე სტადიონთან და ბევრ ხმაურთან ერთად და შეიყვანა თედო აბჯანაძემ ბურთი თამაში, მოიგეს ორი ხელით აქ ამერიკელებმა კარგად ითამაშეს აერში და ერთი რასაც დავაკვირდი სერგო ისე აღნიშნე რომ შოტლანდია საბერძნეთ ვერ შევადარებთ ამერიკასთან, მაგრამ უნდა ვთქვა რომ საკმაოდ ძლიერი მაგ პირველი ჯარიმა მივიღეთ, ძალიან კარგი. აქ ნინიაშვილი თუ გაათამაშებს, Number 3 ahead of the kick and advancing. ხო, წინ გომები დააჯარიმა ლუკისმა. კი, ეს პოზიცია რა თქმა უნდა აუტისკენ გვიბიძგებს, დარწმუნებული ვარ ესეც. და თამაშებაც კარგი სანახავი იქნება. რა თქმა უნდა. რა ჩემს დავასრულებ ის რომ საკმაოდ ძლიერი მესამე ხაზელები ყავთ, უნდა ვთქვა და საკმაოდ ათლეტური გუნდი არის. კი, ყოველთვის გამოირჩეოდნენ ათლეტიზმით. უფრო შეტევაზე ორიენტირებული ესე ვთქვათ, მათი სტილი არ არის რაც განსაკუთრებული თავგანწირვა, მაგრამ შეტევაში თუ ბუც მიცემს საკმაოდ კარგად უტევენ რავალფერმიანად უფრო უყვართ. სამოყოვლოსული ესე ვთქვათ არის ამ ნაკრებში ნამდვილად. აქ მოლი დავატრიალეთ. უკვე დინას შესყოლზე დავაჯარიმეთ, უკვე მეორე სანქცია გაიცა უკვე წუცა და 15 წამში წნეხში არიან ამერიკელები და ეს წნეხი უნდა ვაქციოთ ქულებად. No, the line-up was over, so let's mark it here. ხო, აქ თედო აბჯანაძემ პირდაპირ აუტის მოწოდება მოითხოვა, მაგრამ დერეფანი დასრულებული იყო. ეს წესი ასეთია, თუ დერეფანი დასრულებული არ არის და მაგ დროს ჯარიმდება, გუნდი შეგვიძლია რომ ფეხი აღარ დაარტყა და პირდაპირ დერეფანი მოაწოდო. კვათაძე მივედით 5 მეტრში, აბა ბაბუნაშვილი ორი ხელით შეიკრა მოლი, ღერძის წვლილებას ვცდილობდა გამოგდის მე მგონი და აბა დაეხმარენ უკვე ხაზის მოთამაშეები ძალიან ახლოს ვართ პირველ ელოსთან და პირველ ელოც გავიტანეთ. კი ბატონო, აწეულია ლუკპირსის ხელი, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველო დაწინაურდა 5-0. კი, ირაკლი კვათაძე ლოს ავტორი კარგად გააკონტროლა, რაც შეეძლო გაძლო ამერიკამ, მაგრამ მაინც ივაშკაც ეშვენება. იქ ხაზის მოთამაშეები ჩაერთენ, ვერ გავიყვავდნენ. მე ეთყობოდა მოლცო თავიდანვე კარგად წავიდოდა. პირველივე მოძრაობა იყო იდეალური. ხო, აი საღინაძის მხარე წავიდა, ზუსტად საღინაძის მხარე დატყია და საღინაძე გიგაშვილმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია სამოლში, რა თქმა უნდა, ბაბუნაშვილმაც და ყველა მოთამაშემ საერთოდ ვინც იყო ჩართული, კარგია რომ აი ეს პირველივე წნეხიდან მოახერხეთ ქულების მოპოვება, მოკლედ არც თუ ისე იოლი პოზიციიდან მოუწევს, ახლა თედო უტყავს სავარაუდოდ, უტყავს შეესწება 7 ქულამდე გაზარდოს სხვაობა. კი, კარგი დასაწყისი დაუშვეს ამერიკელებმა შეცდომა და ჩვენ ეგრევე, რა თქმა უნდა, შერკინება თეორიულად, რა თქმა უნდა, ჩვენი იარაღი უნდა იყოს ამერიკელებთან. კი ბატონო, თედოს დარტყმაც ზუსტია ჩვენ გვახსოვს თედოს ჯარიმები, გარდასახვები იტალიასთან მატჩში. შემდეგ ქონდა ცოტა აერია, საკმაოდ კარიერა ნაკრებშიც დაკარგა ადგილი, რუკა მალკავამ ჩაანაცვლა, მაგრამ ეხლა ხედავთ რომ ქოქრიმა დღეს სწორედ ის დააყენა ძირითადში, ტალანტი ნამდვილად პატარა ასაკიდანვე, ბავშვობიდანვე ნაკრებშია და ბევრ დიდ გამარჯვებაში მიიღო უკვე მონაწილეობა. ხო, აი ეს დარტყმა მე მგონი არ გადაცდება. არა, გადაცდა. მე მგონი კი ბატონო, ხო, ზოგადად ლუკპირსი გამოირჩევა თავისი კომუნიკაციით მოთამაშეებთან. უყვარს განგრძობითობა თამაშის და მოკლედ დარწმუნებული ვარ ყველაფერს იზავს რომ რაც შეიძლება დინამიკა ქონდეს და რა კარგად გვიტევენ ამერიკელები აქ ნინიაშვილი გამართული მივიდა ძალიან დიდი მანძილი მოიგო აქ ბურთი არ მამორაგბემ ისევ ამერიკელები რა კარგად გვიტევენ გადავიდა არა ხაზზე ითამაშეს მაინც გადაკიდება აქ უნდა დაიჭიროს ავალზე კარგი იყო თედო აბჯანაძე. კარგად გადააზღვია თედო აბჯანაძემ, ისე ვთქვათ რომ დარტყმა არ გამოუვიდათ ამერიკელებს კარგად, მაგრამ თითქოს ცარიელი ქონდა იქ დარჩენილი და ის გამო რომ აშკარად ცუდი ფეხი დაარტყა. კი, კარგი შეტევა იყო, ბევრად უკვე შეიძლება ზოგადად ამ შეტევის გაგრძელება. ნახეთ, ამერიკელები ამაში ძალიან კარგები არიან, ხელით შემტევი გუნდი, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, გავიხსენოთ ლოკომოტივზე ბოლო თამაში, რაც ერთმომენტში მაინც დაგვიძენ და ლამაზლელო დაგვიდეს.
ასე რომ ამ გუნდის ერთია შოტლანდიასთან როგორ დამასწრენ, მაგრამ მეორეა რა თქმა უნდა ჩვენთან განწყობა სხვა აქვთ. რა თქმა უნდა მათი მიზანი შოტლანდიასთან იყო ის რომ მომზადებულიყვნენ ჩვენთვის დერეფანი ვერ ააგდეს, ხვათაძე, ბექსონა ну ბექა გორგაძე ბოდიშთა სერიოზი წინვალეა საუკეთესო სეზონია აქვს წელს ну რაღაც ტოპ მოთამაშე არა მარტო ბეგ არა მარტო გორგაძეს თვითონ პოვარი ძალიან კარგი წლევანდ სეზონში ტულუზას დაიმათ ისე ეთამაშება პირველზეა მე მგონი საწყის ხან ლიდერია ხან სხვა აქ აიჭრა ძალიან კარგი ეს აჭრა გამოიწვია იმ კარგმა წნეხმა რაც ნინიაშვილმა და კვესელაძემ გააკეთეს მოწინააღმდეგეზე ბატონო ეს ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს და ძალიან კარგად მოახდინა ვარშავაში ადაპტირება სტატფრანსესთან ლევო ალბათ ყველამ ნახეთ როგორ აკრობატულს საოცარი ლევო დადო აი რაგბი ლიგაშიც იშვიათად ნახავთ მასეთ ლევოს მილიმეტრების ამბავი იყო ისეთი რომ გაიტანა თავისი ყოფილი კლუბის დააწინა დაალევოა ნინიაშვილმა უნდა აღნიშნოთ კახოიძე რა კარგად გას ფეხზე მიდის წინ ვერ აჩერებენ გადაკვეთა უპირატესობის ხაზი გადავყარეთ ლობჟანიძე ზურგს უკან აგვი თამაშდა და ამერიკელები წამოვიდნენ კონჩეტევაზე აქ დაამთავრა უკვის უპირატესობა წინ თამაშის და რა კარგად მოდიან და აკვდით ამერიკელები ეს რას დარბის ეს ღვთისმოთამაშე მაგრამ ნინიაშვილი რა კარგია გამოძრა ბურთილის აქვს დაგვივარდა წინ თამაში ამერიკელებსაც დავუვარდეთ გაბრაზდნენ კარგი კონჩეტევა წამოვიღეს ძალიან და მათი ღვთისმოთამაშე რუფუს მაკლინი საკმაოდ სწრაფი მოთამაშეა და აი აქ იქ უცხინა სიტუაციაში დავკარგეთ ბურთი მეტოქის 22-თან და სწრაფები არიან რა თქმა უნდა აი აქ მე მგონი დავუვარდა ტაბუცაძე ეს Okay, there's your middle. Remember our pre-match, okay? გაბრაზდა ნინიაშვილი მარტივი ბურთი დავუვარდა მოდი პირდაპირ თქვა ტაბუცაძეს შემოვიდნენ ამერიკელები, მოკლედ იცვლება ესე თქვა სწრაფად ხდება სიტუაცია იცვლება, ხან ჩვენ ვართ მათ 22-ში და ეხა ამერიკელები ეგრევე ნახევარწუთში ჩვენთან აღმოჩნდნენ. ძალიან კარგი პოზიცია. ხო, შერკინება, სადაც დარწმუნებული ვარ დიდი სურვილი გვაქვს რომ დომინანტები ვიყოთ. და თავისუფალი სწრაფად გაათამაშებს რა თქმა უნდა ამერიკა და ნახოთ დაცვაში როგორ დავდგებით საკუთარ ჩათვლის მოედანთან ივანიშვილი რა კარგია ბოჭვაზე. ამოვიდნენ ამერიკელები გაყვეთავენ უპირატესობის ხაზს ძალიან ცოტა რჩებათ ლელომდე. ეს კარგი ძალება იყო წინა. აქ ყველანაირი შანსი აქვთ. ალბათ არც გაიტანენ და დაცეჩქვაზე გადმოვლენ ამერიკელები, მაგრამ დაცვაში ძალიან კარგად გავართ. რა უპირატესობა მიიღეს თამაშგარის კი ბატონო აქ ზოგადად ძალიან რთულია რომ დაიცვა თამაშგარის წესი ისევ ამერიკელები აქ ხო ივანიშვილი ცოტა უხარზე ვართ უხელებო ვაჩერებთ რაღაცნაირად უხელებო ბოჭოს აკეთებდა ივანიშვილი ყურადღებით უნდა ვიყოთ რა პასი გააძვრინა მეგონი მათი 10 ნომერი იყო ლუკარტი თქვაცდები ძალიან მაგარი პასი გაატარა თანაგუნდელს დომინიკ ბესაკი კი ბატონო, ვაჩვენ ეს რა ბიჭები კარგად უტევენ, მოკეთ ყურადღებით უნდა ვიყოთ ძალიან. შეუულია ეს მძლავრი ფიზიკურად დიდები არიან და გვიჭირს ყოველთვის მათთან თამაში. დომინიკ ბესაგი. რუბენ დეჰასმა გააკეთა მათაც ხრიანმა. კი, ძალიან მაგარი ცხანომერი, აფრიკელია, სამხრეთ აფრიკელია, სარასენსის უთამაშია, ჩიტასი, მოკეთ დიდი გამოცდილებით, თუმცა აქვს მას უფლება ამერიკელებს წარმოშობით, ასე ვთქვათ, ფესვებში ყავს ამერიკელი. 7-7 გათანაბრდა ანგარიში ხედავთ რომ უკვე ასე იოლი არ იქნება ცხოვრება დღეს თუმცა ეს ყველაფერი ხაზი დადეს მაგრამ იქ გააკეთეს მათ ისეთი 1-2 ისეთი კარგი კონტაქტი რამაც შექმნა ეს უპირატესობა კი უპირატესობის ხაზი გადაიკვეთა წრეხში ვიყავით უპირატესობითაც სარგებლობდნენ და უფრო თავამადი თამაშეს და იპოვეს კიდევაც სივრცეები რა კარგად შეიყვანეს ჭრაზე დომინიკ ბესაკი მოკლედ 7-7-ია მე მგონი გაიტანა კი გაიტანა ხო დაწენეს და შევიყვანთ უკვე მეორე ჯერ თამაში 7-7 მოკლედ იოლი გასეირნება ნამდვილად არ გოლდება დღევანდელ მატჩში შენ გენაცვალე აი როგორი დომინანტია ივანიშვილი აი ბოჭებში და აი აშკარად აი ფიზიკურადაც ეთყობა ეხლა როგორ არის აი პისტოლში წასვლის შემდეგ აშკარად სხვანაირი კულტური მას წამოვიდა უფრო გამომშრალი არის უფრო ათლეტური არის და აბა ნინიაშვილი აბჟანდაძე კი შეიძლება და ეს ყველაფერი კარგად დაინახა ვინ იქნება კვესო ხო დაკარგა ბურთი ნუ აქვს ორი ვარიანტი ამერიკას შეუძლია შეკინება იყო შეუძლია თავი აი დიდი 10 რო იყოს პირდაპირ აუცილებლად იქნებოდა სიმართლე და ჩანაფიქრი კარგი იყო და აღნიშნოთ აუცილებლად კარგი გადაკიდება იყო თედოსი
ხო, აჯდა ეგრევე მეტოქე, მაგრამ შეიძლება ალბათ დაჭერა. ხო, აი ტაბუცაძის და კვესელაძის შემთხვევაში აი თითქოს დავეწლევა მრჩება რომ ბურთის დაჭერამდე უკვე სხვა რაღაცაზე ფიქრობდნენ და აი ბურთზე კონცენტრაცია დაიკარგა. ამერიკელების ძალიან თამამი განაცხადი შერკინება მოითხოვეს სერგო. კი, აპირებენ ხეზს რა თქმა უნდა შერკინება იძლევა უფრო შეტევის საშუალებას და ეცდებიან ნახოთ აბა არ ყავთ თითქოს სხვათა შორის ცუდი პირველი ხაზი, ყოველ შემთხვევაში თავის ამბიცია ექნებათ ხა თავის შეინარჩუნონ, ნამდვილად ექნებათ. Stand up. I have two problems. Stop. I have two problems. Your head goes inside. One. His head goes there. You stay there. No. C'est nécessaire pour tête ici. Okay. ხო, რატომაც წარმოიდგინა რომ სადავით აბუშეშვილი საფრანგეთში ფათაშოვის კი თამაშობდა ცოტა ხანი იყო ესპოარი, მაგრამ ჰარმონია იცოდეს. ხო, ფრანგულად ამიტომ იმართა, ვინც არ იცის, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ლუკ პირსი არც თუ ისე მომზადებული არის ამ თამაშისთვის, არ იცის რომ საფრანგეთში არ თამაშობდა ამ შემთხვევაში. მაგრამ ფრანგული ენის ცოდნა გვანახა ეს. კი ბატონო. აი მოეწყო შეკინება. კარგად განა ამერიკელები, სულთა ბურთი გავა. კი ბატონო, სულთად გავიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი შეკინება რომ იქნება მივაწვევით. აუცილებლად გაიმყარა პოზიცია ამერიკამ რაკში, აწუხებს ალიან ბექსონა, ჩეჩქავს რაკში. რა თქმა უნდა, რაკი ყოველთვის ძლევა იმის საშუალებას რომ მეტოქეს ატკინო, ჩემი ძალა ანახო, ამას აკეთებს სამხრეთ აფრიკა, მეც კი არა, ჩეჩქავს რაკში, გითხავს და საბოლოოდ გამოდიხარ დამარცხებული და ნატკენი ესე ვთქვა ბექსონა კარგი ბოჭვა გაუკეთეს. კი, არ მიცეს დომინანტი წაღების საშუალება და ფეხი უნდა დაარტყას ვასკამ. ვა, კარგად მიდის ივანიშვილი დაელოდება და მაგარი ბოჭვა გაუკეთა უკან ბრავო. კონტრაკის წელობა, ასეთი დომინანტური ბოჭვების დროს ყოველთვის არის კონტრაკის საშუალება და წამოვიღეთ კიდევაც ლობჟანიძე. გავიდა ხაზზე. ჩაერთო ნინიაშვილი. ცუდი შეცურება, ვის მიუვა? აქ ლობჟანიძე და აი თამაშგარეში იყო. რატო არის თამაში? წინ იყო. ხო, მაგრამ შეეხო ამერიკას და რატო არის? დატმისას წინ იყო. ხო, მაგრამ მოხდა ამერიკას და მაგდროს იხსნება თამაშგარე. ხო, ნუ როგორც არის იყოს თამაშგარე. დავჯარიმდით. მაგრამ ხელითაც შეიძლებოდა თამაში. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ახლა აქედან მსჯელობა იოლია, მაგრამ შეცდომა იყო ფეხის გადაკიდება და კარგი აუტი დაარტყეს ამერიკელებმა. კი ბატონო, ამოვიდნენ ჩვენ 100 მეტრიანთან და ახლა გადავდივართ თავდაცვით რეჟიმში. ვაი, კიდევ ერთხელ ნახოთ, აი. წინ იყო, მაგრამ ხვდება ამერიკას და ამ დროს იხსნება თამაშგარე სარაგბო წესებით რომ მეთქეცერგო. მაგრამ მოდი დავანებოთ სად თავი და Who's +1 US? ჩავერთოთ თამაშია, ვა ამერიკელები ქალებ გიგერი. Thank you. Stay 10. ნო, კარგი კომბინაცია, მოიგეს ორი ხელით, გავიდა ხაზე, ცრუმოლის შემდეგ ახლოში მივიდნენ თედო. კარგი დარტყმა. უნდა გადავგორდეთ. კიდევ ერთი მიძალება. მიდიან წინ. მიდიან, უპირატესობას გვიკეთებენ კონტაქტში ახლოში გაატანა ბექსონა ბოჭავს. ნუ წინ მოდიან ყოველ შეტევაში, აი აქ შეგვიძლია რომ ო შველიძის ფთაზე თამაშით საინტერესოა, უნდა აღვნიშნოთ სერგო აუცილებლად ამერიკელები ისევ კარგი მიძალება, კარგად წმინდავენ რაკს დააკვირდი, არ გვაძლევენ საერთოდ ბურთზე მისვლის საშუალებას და ამოღების, აი ხა ფეხი გადაგვიკიდეს, მაგრამ ადგილზეა ნინიაშვილი. ხო, აუტსაიდ. კი ბატონო, გამოვიდა, აშკარად გამოვიდა. აშკარად გამოვიდა ნინიაშვილი 22-დან და იქნება დარტყმის ადგილი და მე კი გეტყვით რომ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური უდია შვედიერი ამბავი. ხო, ამოვიდა აშკარად დავინახებე რომ 22-დან ნინიაშვილი აბა ისევ ვიწევს რომ თავი დავიცვა ჩვენს 22-თან. კი, წინა შეტევაში ამერიკა იძულებული იყო ვოლფეხი დაარტყა, მაგრამ ვერ გამოვედით. ნახოთ კიდევ ერთი მცდელობა ამერიკას ამჯერად უკეთესი პოზიციიდან. შვენიერი აუტი. მოლი დააყენეს ღერძის სხვა ცდილობენ, მაგრამ გაუჩერეთ აშკარად ამოს წინსვლის შანსი არ აქვს თითქოს. თითოეულ წავიდა. კი ბატონო, აქ შეგვიძლია გაუჭედოთ თუნდაც, მაგრამ არა, გამოვიდა. ამერიკელები ზუგს უკან არის სივრცე ტაბუცაზე 2-1-ზე. აქ ნინიაშვილი ამოვიდა, კარგ დაცვას თამაშობს. სხვათა შორის არ მივეცით ამერიკელებს საშუალება, რომ არა უნდა გაუშვას უკვე. კი, დამდგარმა მიიღო ბურთი, ამიტომ ვერ გაიქცა. და შემოვიდა აშკარად, მაგრამ ვაგრძელებთ. აქ არასტანდარტული დარტყმა, კარგი დარტყმული თანდაფხილად.
რა ბურთი აიღეს ამერიკელებმა, ისე უტევენ და რა ახლოს არიან მეორე ლელოსთან და რა ლელო გაგვიტანეს. როგორი წნეხი დაგვადეს და კარგი ფეხი შეგიგონოს, მოდი თქვით რა. კარგი გადაწყვეტილება ძალიან ეს არასტანდარტული დარტყმა ბურთიც ისე აუხდათ ამერიკელებს რომ გაგვიჭირდა ძალიან გაუჭირდა ნინიაშვილს და დაგვიდეს ლელო ვერაფერს ვიტყვით რომ ნამდვილად ფლობენ ისინი პიატესობას არასტანდარტულად უტევენ რაკებში კარგები არიან ფიზიკურად არ ჩამოგჩებიან ასე რომ კითხვა არ არსებობს კარგ ფეხსაც არ ყამენ უნდა აღვნიშნოთ ხო მე კი გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალ სპორტი ჯილბერტის და დესამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ხო სადა კარგად ამოგებდა სხვათაშორის ნინიაშვილმა მაგრამ არ გამოვიდა კარგი იყო წინვალე იყო ტოპი ფლიკერი ძალიან ყურადღებით და კარგად ითამაშეს ამერიკელებმა არ გააჩერეს ბურთი შენარჩუნებაზე არ დაიწყეს რაგში პირდაპირ აიღეს და წამოიღეს ხალხიც ახმაურდა კარგი დარტყმული კი წავიდათ ამერიკელებს თამაში ჩვენ არ მიგვდის აშკარად პრობლემები გვაქვს ტექნიკური წუნი გვაქვს ბევრი ასე რომ ეს თუ არ გამოვასწორეთ ესე გაგვიჭირდება რთული აქ ძალიან რთულია ესეთ კარგი დარტყმულია დამცველისთვის თამაში გათვლა ბურთის ახდომის კარგად აუხდა რაგბის ბურთი ამითაც გამოირჩევა რომ როდის ახტება ტაბუთაძე რა კარგია მაგრამ ისევ ამერიკელები არიან ამ ბურთით შეაჩერა საბოლოოდ აბუშელიშვილმა ძალიან კარგები არიან კონტაქტში კარგები და კარგად თამაშობენ ზოგადად და აღნიშნოთ წამოვიდნენ შეტევაში გაგვჭრეს კი ბატონო აგრძელებენ ბურთის ფლობას ხო თითქოს დაცვაში სისტემურად გვიჭირს ცოტა თამაში კიდევ ერთხელ ფეხი დაგვიწყეს ამიღეს ამერიკელებმა დაიჭირა ფლიკერმა წამოვიდა კარგი მოძრაობები იმის და მიუხედავად რომ რიგ მომენტებში კარგ დომინანტურ ბეჭდვას ვასრულებთ სისტემურად მაინც ახერხებენ სულ ამერიკელები უპირატესობის ხაზის გადაკვეთას და როდესაც დაცვა სულ უკან იხევს უფრო და უფრო რთული ხდება თავდაცვა აქ თითქოს მოხსნილები არიან რაგში შეიძლებოდა თამაში და აი აქ წნეხი ნინიაშვილზე და აქ ტაბუთაძე იმედია აცდა ბურთს ნინიაშვილი მოიგეს ამერიკელებმა კიდევ ერთი ორთაბძოლა ხო ნინიაშვილი ჯერჯერობით თავის თავს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეცდომები აქვს ძელდება ამერიკელების შეტევა, საფი ბურთი კიდევ ერთხელ მოკინალებით თამაშობენ. ფეხიდან იყო კი ბატონო მართალია მსაჯი. გაგრძელებენ და გაგვჭრეს. რა მოძრაობა. სივიშხაპი მივიღეთ უცებ. კი, უცებ გადაგვასხეს სივიშხაპი. სამი ისეთი უპასუხებლობა გაგვიტანეს, რომ აი თითქოს თითიც ვერ დავაკარეთ დაცვაში. არა, ჩანს სოსო რომ ანუ თუნდაც ბურთით ავიღოთ ხო ხელში, თითქოს ისინი უკეთეს კონტაქტს აკეთებენ, კარგი აგრესიული რაქები აქვს, გადაყრები და ტექნიკური ხა ფინტი და ესეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, მათ აქვს. უნდა ვინც არის ვიტყვი რომ ხაზით ამერიკა შუტკაცაში ძალიან ძლიერია, სოფლიო სერიაც კი აქვს მოგებული ერთ სეზონში, ასე რომ აქ არ არის დამჯერეთ ამერიკა არ არის საწამოსაკავი მეტოქე, გარდასახვაც ზუსტია სასვენი გავიგონეთ. ბატონო 7-ით 21 მარცხდებით მე-18 წუთისთვის რა თქმა უნდა ამით არაფერი არ სრულდება პირიქით ახლა მგონია რომ მეტად აგრესიული გახდება ჩვენი თამაში მაგრამ იმედია რომ წესებში დავრჩებით მე გეტყვით იმას რომ აქამდე ბოლოს 3 შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა მაგრამ ყველა თითქოს ძალიან ახლო თამაშები იყო 2017 წელს ორჯერ ვეთამაშეთ ჯერ ზაფხულის ტესტებზე და შემდეგ ნოემბერში ამერიკაში დავამარცხეთ 5 ქულის ხოვებით 17-22 და ნოემბერში თბილისში უკვე 21-20 ძლიერად. ბოლო ჩვენი მატჩი 2023 წელს გაიმართა, როდესაც 22-7 დავამარცხეთ ასევე თბილისში კარგი ფეხი. თუმცა შეტევის პოზიცია გვექნება, კარგახანია შეგვიტევი ამასობაში გავიდა 19 წუთი, არც ისე ცოტა დრო და 19 წუთში მიღებული 21 ქულა, არა ვიცი ხა აფრიკასაც რო გაუშვათ 21 ქულა 19 წუთში მაინც ბევრი იქნება, არა თუ ამერიკისგან თანსახში. ჩვენი მეოთხე მეხუთე მსაჯები არ მიხსენებია, სულხან ჩიხლაძე და გიგას ხილაძე ეხმარებიან ინგლისურ საჭთა ბრიგადას, აბა კარგია დერეფანი ოჟანიძე გაიტანა ბჟანდაძეზე გორგაძე წამოვიდა მაგარა მიეძალა უნდა შევინახოთ ბურთი და სწრაფად უნდა გავიტანოთ შეიცვალა შეისმართულება ბაბუნაშვილი რა კარგია ერთი ამოგდება
და ისე მოდიან კონჩეტევას. კარგია რომ სწრაფად ვერ მოახერხეს ეს ყველაფერი. ამერიკელსაც ხრიანმა ბოქსი დაარტყა. არც თუ ისე კარგად გარეთ შეიძლება თამაში შველიძეზე კარგი ფეხი დაარტყა. სხვათა შორის ძალიან შველიძე შეიძლება 50-22-იც, მაგრამ წეხი უფრო რეალურია. მივიდა შველიძე. კარგი ბოჭო შეასრულა, თავარია წესების დაცვით და ახლა კარგი წნეხის შემთხვევაში მივიღებთ კარგ პლატფორმს შესატევად. თავარია არ დავჯარიმდე და ჩავსულები ვართ, არა, არ გამოვიდა. გამოვარდა, შეგვიძლია თამაში, ცუდად დაარტყეს. შეხებაც იყო მე მგონი აბანინიაშვილი წამოვიდა. აკრიფას ისრაფე გაშალანა ბიჭო, მაგრაც მოხდა. მე მგონი გადავყარეთ. ჩავარდნენ აშკარად ჩავარდნენ ამერიკელები, მაგრამ ინიაშვილი მიიწევს. არა, ამოგვიღეს, არა, ჩვენია ბურთი. გიგაშვილი მეტი აგრესია გვჭირდება შეტევაში და დაცვაში, რა თქმა უნდა. კვათაძე მოიხარა, კარგი დარტყმა. ლობჟანიძე, გორგაძე, ზურგს. მაგარი ტექნიკური პასი. ნინიაშვილი დაუვარდა. არა, უკან იყო და გაგრძელდეს ტაბუცაძის ფეხი დაუცურდა, მოკლედ. ხო, ნინიაშვილი აშკარად მისი დღე არ არის, კვესელაძე კარგად აიღო ოფლოუდი ვასკა და კვესელაძე ველო. აი როგორი კარგი კლასიკური შეტევა განახორციელეს ლობჟანიძე და კვესელაძე, ყველაფერი წესების დაცვით დაინახეს მოკლედაზე შესატევი სივრცე და უმალა ითვისეს და როგორია კედელივით გაითამაშეს ჯერ კვესელაძემ და ვასკას და ვასკამ დაუბრუნა საბოლოოდ კვესელაძეს. კი, გიორგი კვესელაძე ამ მის ეს არის ამ ნეოს თავარი შემოქმედი. სხვათა შორის ეს უნარი მას აქვს შეუძლია რაკიდან შეტეხვა მოვლენილ მომენტში ეს ისარგებლა ვასკაც მიყოლაში როგორც ყოველთვის პირველია და თვითონაც ძალიან კარგი იყო. კარგი ლელო, მიუხედავად იმისა, რომ შეტევა თითქოს სუდად მიდიოდა, გამოგვაგდეს, ვერ მივდიოდი წინ, მაგრამ აი ეს არასტანდარტული მოქმედებით გაიჭრა მაინც ამერიკის ხაზი. ხო, ბავშვობიდან ნაკრებებში ერთად თამაშობენ კვესელაძე და ვასკა და მოკლედ ძალიან შეთამაშებული კომბინაცია ვიხილეთ მათი, რა თქმა უნდა, აქ არაფერი. კარგი იყო კვესელაძე. კარგი ბოჭო მიიღო ვასკა, მაგრამ ლელო ღირდა, რა თქმა უნდა. გადასახვა ზუსტია, შუაში იქნა გატანილი ლელო, 14-21, აბა მე მგონი 3 ლელო და ცივი შხაპი კარგად გვეამა და იმედია ესეც გავაგრძელებთ. გიორგი კვესელაძე. მეზა გამეორებით გარდასახვა. ხო, 5 ლელო 22 წუთში ძალიან კარგი, თუმცა ცუდი ის არის, რომ ეს 3 მათგან ჩვენ მივიღეთ. უკარტი შეიყვანა ბურთი თამაში ადგილზეა გორგაძე, ერთ კარგ კონტაქტს ვიხილავთ აქ. ძალიან მაგად ამოვიდა. იმ შეტევაში რა პასი შეატრიალა ხელი ტექნიკურად, აი საერთოდ ცხელი არ შეუგუნებია, წინვალია ბექა. აქ შეხება ხო არისო? საბრძოლო ნებისმიერ ჩაკიდებულია და ვერ გადავაგდეთ. ნუ ეს კარგია, კარგად დადგენ ამერიკელები. შეიძლება და გაცილებით აგრესიული ბოჭი შესრულება აქ. კარგი ბოჭო, არ ვაძლევ წინ სასვლის საშუალებას, გაიუმჯობეს ეს დასარტყმელი კუთხე ამერიკელებმა და box kicks ურთავს მათ 9 ნომერი რუბენ ჰაას. ნინიაშვილი დღეს წნეხში მოაქცევენ, იმიტომ არ მიდის თამაში, ამჯერად დაიღო. ხო, ნინიაშვილს ზოგადად გამოარჩევს ესეთი რაღაცეები, შეიძლება რაღაცა არ გამოვიდეს, მაგრამ შემდეგ ისეთ საოცრებებს ქმნის ხოლმე, ზუსტად აი ამის მოლოდინში ვარ და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა ხა ამერიკელებს ამოღებული ეყოლებათ მიზანში ნინიაშვილი და ენდობათ რომ ხა შეიძლება მეტი ბურთი მიიღოს ესე სტატიკურ მდგომარეობაში და აიღეს კიდევ ერთხელ ძალიან კარგად ფლიკერი გადაიკიდა თვითონ მიყვება არა გადავიდა ვერ დაარტყა კარგად ხო იგებენ აი პატარა დუელებს უსამწროდ გვიგებენ ამერიკელები ხო აქ არ იქნება რა თქმა უნდა ჯარიმა არანაირად თან გადავიდა ჯანზე არის ამერიკა. ჯანზე და სულ მაგაში ვფიქრობ პრობლემას. იმიტომ რომ ვერ-ვერევით და ჩვენი პრობლემა რა თქმა უნდა თორე ვერ-ვერევით, არა მარტო ჩვენ ზოგადად მე პრობლემაა. კვათაძე, ბაბუნაშვილზე ორი ხელით. მოიხსნა გორგაძე. თვითონ გადააგდო. გაისროლა ბექსონა. არა. ლობჟანიძე, ივანიშვილი გამოვიდეთ მაინც 22-დან ალბათ ქონდა მიზანი რომ დავჩენილიყავით 22-ში მაგრამ მოგიწევს რომ ბურთი თამაში დავტოვოთ
შორს დავატყით და დაუვარდა, ჩეგვილია არა. აბა სად არის ბურთი საინტერესო აქტიურად გვაქვს უპირატესობა? არა. ფეხიდან იყო, ნუ გძელდება თამაში, ყურადღებით უნდა ვიყოთ. პირსინ ამეტან გაგძობითობას გთავაზობს. იმედია იქნება გამეორება და უკეთ შევაფასებთ, რა თქმა უნდა, მოედანზე უფრო ნათლად ჩაც რაღაცები. ნინიაშვილი და ჯარიმა. და ყვითელი ბარათი. არა, ყვითელი თუა გაათამაშებს. აშკარად უკეთესი პოზიცია ქონდა ნინიაშვილს. ხო, მე ალბათ უფრო 14 ნომერს გავაგდებდი, იმიტომ რომ მეორე ამერიკას კარგი პოზიცია ქონდა ბურთზე თამაშოთ, აი 14 ნომერს საერთოდ არ ქონია. ხო, 14 ნომერს ვიცა სწორედ იმიტომ რომ არ ქონდა რეალური პოზიცია ბურთის ასაღებად, კი უკვის, მაგრამ მარკო გიფი დაისვენებს 10 წუთი რა ჩვენთვის შანსია, რა თქმა უნდა, ეხლა უნდა ვეცადოთ კარგი რაუტის გაკეთებას. აქ ვერ გადავიტანეთ სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ჯამში მაინც გამოვიდა, ვიც ამერიკელმა იუარგეს. აბა ვნახოთ, შანსი და მოლში ქონდა უპირატესობა, დაცვაშიც და შეტევაშიც აშკარად უკეთესები ვიყავით მოლში. ხო, სხვადასხვა სერგო უნდა აღვნიშნო, რომ აი ჩვენი თავარი გამოცხადებელი ბაბუნაშვილი და ქვათაძე რომ ერთ გუნდს თამაშობენ და ერთად არიან, სულ ძალიან ეთყობა უკვე ჩვენ აკრებს. დერიფანი დაალაგებული გვაქვს შესაბამისად. აბა მოლი, ღერძი უცვალე და ბიძგიც მივეცი და წავიღეთ ეს მოლი. აბა წავიდა რელსებზე ამერიკა. აქ ერთი გაჩერება დაგვიძახა და ჯობია რომ ბურთი რაც შეიძლება უნდა გაიტანო, კი ბატონო, ლობჟანიძემ გაიტანა საბოლოო ძუქს უკან, მოკლედ პირველი პასი ვერ გავაკეთეთ, აბა ვინ იქნება აქ პირველი? ტაბუცაძე და არა ეს გადაგდება შეიძლება ის გაკეთება. არა, ბურთის დაჭერა ცდილობდა აშკარად ძალთან გადაუგდია, მაგრამ ეს იქნება მათი შეტანილი და ჩვენი ჩირკინება იქნება 5 მეტრში. კი ბატონო, კარგი გამოვიდეთ, ცუდი პასი გავაკეთეთ და ამ ცუდი სიტუაციიდან მაქსიმუმად კარგი მივიღეთ. კი ბატონო, შველიძემ შეაგორა მე. კი, შველიძე იყო. ძალიან ოსტატურად ნახე, აშკარად ბურთის დაჭერა ცდილობს, ეს არ არის გადაგდება. ხო. ნუ მივიღეთ 5 მეტრიანი შერკინება, ესეც კარგია, ვთქვათ, ცუდად დაწყებული შეტევიდან. კი ბატონო, აი კარგად შეგვიძლია დავასრულოთ ეს შეტევა, ფეხი შეგორება იყო ძალიან კარგი. ხაი დავჭვის მეორე ხაზელებს, მეტად გაშველს, დარწმუნებული ვარ აქ ჯარიმაზეც ვიმუშავებთ, სერგო. და ეს შეტევასაც გავიადვილებთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან სუფთად და აშკარად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან უკვის ისე არ გასცემს სანქციას. წავიდნენ ეგრევე. შერკინება ხომ უნდა მოვითხოვოთ ჩემი აზრით ისე სერგო. თუმცა ისე შეტევის შერკინებით თამაში ყოველთვის რისკიც არის, რომ რაღაც ჯარიმა მიიღო. ნუ თუ არ ხდება ხშირად მინახავს შებუნებული ჯარიმები და მოლი ავიღეთ. კი ბატონო. ხო, მოლი კარგი გვაქვს. ანუ რა თქმა უნდა შერკინება შეიძლებოდა. დედო აბჟანდაძე. ნუ წინამოლი ძალიან კარგი იყო, ნახოთ და ეხლა რო ეგეთ მოლი ავაგოთ, რა თქმა უნდა კველელო იქნება. ხო, პირველი ლელოც მოლით გავიტანებთ, ნახეთ და კარგი მოლი ქონდა, წინა დერეფნიდან მოლიც მშვენიერი იყო, ბაბუნაშვილზე ორი ხელი ჩევკარი ძალიან კარგად წავედით ლელოზე, წავედით და სატარი, კი ბატონო, ბექა გორგაძე მესამე ლელოს ავტორი ფორტღაოსების ლიგებში, მოკლედ ჩვენი ტრადიციული მოლი ძალიან მაგრად მუშაობს. კი და ეს ბიჭი ბექა გორგაძე დღეს საუკეთესოა ალბათ. ერთ-ერთი საუკეთესო მესამე ხაზელია მსოფლიოში, უნდა ვაღიაროთ თავისი ჯანით, თავისი სათამაშო ინტელექტით და მოკლედ ტექნიკურად. კი, ძალიან ტექნიკურია ბექა. ბავშვობიდან ეგეთი იყო სხვადასხვის. სხვადასხვის აი პოშენ პოახსენე. პოში რო გადავიდა პრო იბზოდა ყოველთვის დარჩენისთვის. და ამ 4 წლის განმავლობაში ბექას ლიდერობით ნენელა ყველა სეზონში აუმჯობესებენ შედეგს.
ო, მე კი გეტყვით რომ შვენიერი ლევოს ფონზე რომ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური ლუდია, ეს ქვათაძე, აი როგორ ეტყობა რა, დერეფნებს ვიგებთ, ქულები მოდის რა. ნუ მოდი თქვათ რიჩარდ კოქრილი არის ამის სპეციალისტი და შალომსაც ეტყობა ეს და ამას ნაკრებსაც რა თქმა უნდა ეტყობა რომ ამაზე რა თქმა უნდა ექნება ბევრი ნამუშევარი გუნდში. კი ბატონო, ქვათაძეც არ უნდა დაგვაუწყდეს, ძალიან მომატებულია კამბიც და ძენი. ძალიან მომატებულია კამბიც, დერეფას თითქმის არ აფუჭებს. კი, მასაც არ აქვს ეს ფრანგული სკოლა გავლილი, საქართველოს ჩემპიონის პროდუქტია, დიდიათის პროდუქტია და მიიღო კი ბატონო, ლოკომოტივის აღზრდილია, რა თქმა უნდა, თემურ ბენდიაშვილთან დაოსტატ და უმატებდა ნელ-ნელა და ქოქრიძოს მიიღო შანსი და ხედავთ შვენიერ თამაშს. 19-21, მხოლოდ 2 ქულა სხვაობა. და 9 წუთზე ოდნავ მეტი სათამაშო. კარტი შეიყვანს. ბურთს თამაში მაღალი საბრძოლო თული იქნება ამის აღება ყურადღებით უნდა ვიყოთ ბაბუნაშვილი ბრწყინვალეა. კი, ბაბუნაშვილსაც ძალიან მომატებული აქვს უნდა აღნიშნოთ. ძალიან კარგი მეორე ხაზელია, ის არის ესე ვთქვათ ტვინი დერეფანში. და ტექნიკური ძალიან ისეთი ძალიან დიდი პროგრესი აქვს აქ ტაბუთაძე წავიდა ბრძოლაზე, ვინ მოიგო წააგო. ბრძოლა ფლიკერი კიდევ ერთხელ კარგია ჰაერში. ამერიკელები აი ეს კარგი იყო და ალბათ ხასი ფეხსამზადებს ხო აი თითქოს აი დაცვის დროს უფრო აი სიფცეში გვიჭირს რომ გადაადგილოთ ეს ერთ-ერთზე კონტაქტებში ვთქვათ გამოვირჩევით სიძლიერით სად ვართ სად უყურებთ გუთი არ გვაქვს რაღაც დაუვარდა ათვის დაუვარდა წესით ამერიკელებს თუ კი ბატონო კი ბატონო შეკინებას ავირჩევ და ვეცდებით რომ დავაჯარიმოთ მე ტოკე ხო ყველა ბურთს სხვათა შორის საბრძოლოს გვიტყამენ გვიგნა ძნელია თამაში აქ შეკინება აქ უნდა ვეძებოთ ჩვენი შანსი რა თქმა უნდა მანძილის მოგება ლუკ პირსი ისე გრამოზე ხალხი კი მოვიდა მაგრამ არა იმდენი აქეთა ტრიბუნაზე უფრო ხალხი თავს უმხნევებს რომჟანიძე და ხო თავისუფალი გავა თამაშეთ რაცაც უყურებთ ხოლმე კვესელაძე ნინიაშვილი არის სივრცე წავა რა თქმა უნდა შემორბენაზე ნინიაშვილი და შველიძე ბრწყინვალე იყო კვესელაძე და რალელო გააქვს საქართველოს ნაკრებს შვენიერი გათამაშება შვენიერი წამოღება დავით ნინიაშვილმა რა თქმა უნდა აითვისა ის სივრცე და ყველამ თავის საქმე იდეალურად გააკეთა შეგვიძლია ვთქვა საქართველოს ნაკრები წინ გადის კი კვესელაძის პასით მთლიანად მოიჭრა დაცვა იდეალურად გავიდა ნინიაშვილი რა თქმა უნდა ერთ-ერთზე დაჩაგრავს ნებისმიერს არა მარტო ბესაკს ასე რომ მიყოლაც მე შვენიერი დუბლი გიორგი კვესელაძის ამასობაში წინ გავედით 3 ლელოთი უპასუხეთ ამერიკელებს კარგი იყო ეს 2-1-ზე პასი და შველიძემაც რამ შვენიერი პასი გაუტარა აქ კვესელაძეს და კვესოს დუბლი უკვე პირველ ტაიმში მოკლედ ნელ-ნელა ყველაფერს თავის კალაპოტში ვაბრუნებთ იმ 18 წუთიანი ცივი შხაპის შემდეგ ბრავო ბიჭებო ძალიან კარგი შეტევა იყო აქ მადლობა ლუკის რომ არ გაგუჩერა ეს შეტევა და არ მოგთხოვა რვანობრის ფეხი გაითამაშებინა ხო ლუკის რო არა ბევრი სხვა მსაჯი სხვადასხვის გააჩერებდა ამ შეტევას და რა კარგი იყო ეს პასი ძალიან კარგი ხელი აქვს ზოგადად შველიძეს მას ის არის გოდერძიშვილიშვილი საფრანგეთშია გაზრდილი ფრანგული სკოლის და რა თქმა უნდა ფრანგული სკოლის აღზრდილი უფრო გამოირჩევა ეს ტექნიკურ დეტალებში განსაკუთრებით ხაზში უფრო ახასიათებს ეს ხო ამპლუით ის უფრო ცენტრი არის და დღეს ფთაზე მოგვევლინა მოკლედ 26-21 თედო ამჟამადის გარდა სახვად ზუსტია 5 ქულით უპირატესობით ამარცხებთ ამერიკას როგორი უხკულიანი თამაში გვაქვს ერგო კი 7 ლელო 33 წუთში აცხრა რა თქმა უნდა ძალიან სანახაობრივი ახლა ნეიტრალური უშმატკივრისთვის ეს თამაში შვენიერი სანახავი იქნებოდა 26-21 და კიდევ არის დრო სხვათა შორის მეტობაში ვართ და ტაიმის ბოლომდე 6 წუთი არ არის ცოტა შეიძლება კიდევ გავიდეს ნახოთ რესტარტზე როგორ ვითამაშეთ ეს მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან კარგია თედო აბჟანდაძე აი ტრაექტორიაზე ეტყობოდა რომ შვენიერ ფეხს ურტყამდა თედო და ამოვიდა ცენტრს უნდა გადაცვლო ეს იდეალური ამოსვლა როცა შენი რესტარტიდან ასე ამოდიხარ მეტოქის ნახევარზე ეს არის საუკეთესო ვარიანტი ხო თან ავიქს და დღეს კარგად ფეხი დიდი დროც მიცეს კი ბატონო
და ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა თედო აბჟანდაძემ ჩვენი ფეხით გადმოვედით მეტოქის ნახევარზე და აქ მაქსიმალური აგრესია გვჭირდება ახალდაცვაში და დისციპლინა რაც თავარია აი როგორ ეთქობა რა ლუპირსი რო არის საჯიან ცოტა ჯარიმაა ძალიან და ამიტომაც არის აქ მე მგონი არასწორად მოწოდეს მოიგო კვათაძემ ჩვენია ბურთი გაიტანა გიგაშვილმა ახოიძე შეუულია მას კონტაქტი კარგად წავიდა გადაკვეთა უპირატესობის ხაზი ობჟანიძე გაიტანა ხაზე გიგაშვილი მოიგო კონტაქტი მიდის წინ უნდა დარჩეს მოედანში ესეც არის გადაკიდება ფთაზე ტაბუცაძე უნდა მიყვებოდეს თუმცა ცოტა შორი იყო ნახოთ დაატყეს კარგი დატყმული ძალიან ამოვიდნენ ცენტრამდე თუმცა ბურთი ჩვენი იქნება Thank you. ნუ ჩვენი სამწვრილო შტაბი ვაშა წედიშვილით იწყება. კი, ყველა ფეხზე დგას, ხო, რა თქმა უნდა, სცენარს არავინ ელოდა. მაგრამ კარგია რომ მოახერხეთ. How many? Okay, 6 and 6. კარგი აუტ კიდევ ერთხელ. წავიდა კახოიძე ამოუგდო გორგაძეს კარგად დატრილობდა ბექსონა და როგორ გაისროლა ამ ხელაკაცი ხო ბაბუნაშვილი ჯარიმდებოდა აშკარად მაგრამ დაგვინდოა კლუბისმა ბურთოზე კაცი სატეპი დავარდა ბექა გიგაშვილი კიდევ მიიწევს წინ უნდა გადავყაროთ ობჟანიძე ხო შეტევა გაჩერებულია დამდგარი ვართ ამიტომ ფეხი უნდა დავარტყათ კი ბატონო ესეც ხდება მაღალი ფეხი და აი დავაშვებინეთ შეცდომა აიღეს მაინც ამერიკელებმა ბურთი აქ არ ჩავარდეთ თავარი აქ უჯარიმოთ არაფერს შევშვიდება ჯარიმა მეტოქე წნეხშია მათ ნახევარზე ვართ ბატონო დაიგრძელა რაკი ამერიკამ ხა ჩაჩანიძე წნეხს და ეცდება მაგრამ მაინც კარგად დაარტყავთ ოცდები ჰასმა ნინიაშვილი მოიგო მორმაგი ბოჭა მოხდა იგრევენ ნინიაშვილს აქ ბოჭავები არიან აშკარად ამერიკელები არ უნდა ითამაშონ მორკინალები თუ ათამაშოთ ვითამაშეთ საღინაძე რომელიც დღეს პასიურია ბურთით ხელში დენი ლაპარაკა ლუპის მაღალი ფეხი აბა მიდის ბექსონა თუ მიასწრებს აჰ, კარგი ბოჭოა ივანიშვილი. ყველა ეპიზოდში კარგია ფლიკერი. ფლიკერი კარგია, მაგრამ ივანიშვილის აგრესიულ ბოჭოს უნდა დავაკვირდეთ და ბექსონას აი კონტაქტებს აკეთებს რაღაცა საოცარს. აქ, არა. გავიდა ხაზე ბურთი. არა, ფეხით თამაშობენ. კარგი ფეხის დაგვიყეს მე მგონი, კი ბატონო. აი აქ აღარ უნდა ვიჩქაროთ. ნინიაშვილს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ კარგი დარტყმა განახორციელოს დერეფნისკენ და ასე წინვალე დარტყმული. მალე ზევით მალე უნდა ამოვიდეთ, თორე შემოაგდებენ, რა თქმა უნდა. ხო, ამ ბურთს ვერ დაარტყავენ შეიძლება პირდაპირ აუჩი, რადგან შეტანილია. ღია თამაში აქვს, შეუძლიათ ამერიკელებსაც თამაში, რა თქმა უნდა, შეუძლიათ. ტაბუცაძე დააგდებინა ნინიაშვილი. გარეთ შეიძლება იქ იწასვა, რა თქმა უნდა, ნინიაშვილს აქვს სივრცე და წავაკიდევას პასი შეიძლება. ოფლოუდი ვერ გააკეთა. არა, იქ უნდა დაგვიბრუნოს. კი ბატონო, შეიძლებოდა გარეთ თამაში რა. ხო, პირდაპირ ეთერის პატრიოტი კომპანია რაგბის მაღაზია ოვასპორტი, ჯილბერტისა და D3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კი ბატონო. არდა რო შეტეხან იმაშობა გარეთ შეიძლებოდა პასი ან თვითონაც შეეძლო თითქოს გარე უფრო გარედან შემოირბინა და ამითაც შეექმნა უპირატესობა ჰონინის დღეს ბევრი მაგარი ბოჭო მოხდა კი არ უთმობენ არაფერს ამერიკელები ზოგადად მასე ყოველთვის ძალიან დიდი წნეხია გამოკვეთილი არა იქაც შეხავენ ანუ ამის გაძლება რთულია მაგრამ მითო ეს ვარსკვლავი და უდიდესი პროფესიონალია დაუგნიშნოთ. ეს არის როდესაც ნიჩს დაუმატებს შრომის მოყოლებას. და პირველ რიგში ნება თამაშს ვიმართ დაუსრულებელი აი ერთ-ერთი აი რაც დიდი მოთამაშე ავიღოთ ერთ-ერთი საუკეთესო აი ყველაზე დამუხტულია ყველაზე მეტი თამაში.
რო შეუშვა, ავიც ყველგან წავა ესე თქვა. ნუ არ მოერიდება არა. სუბურთი უნდა. დაგეშილია. იბატონო. ხო. ნახოთ შეკინება, ანუ აქ გვაქვს უპირატესობა რა თქმა უნდა, ან თავისუფალი ან ჯარიმა ჩვენია ხოლმე. ხო. აქ რამე არ უნდა მოვიგონოთ და ტაიმი უნდა დავასრულოთ, ან შეუტიოთ რატომაც არა და აი დაგვაჯარიმა. ვიცოდი რომ ესე მოხდება. ამიტომ თქვი სპეციალურად რომ რაღაცა არ უნდა მოვიგონოთ. ვითამაშეთ ჯარიმაზე, შეგვეძლო რომ უფრო მარტივადაც გამოსულიყავით, მაგრამ აბდუშელიშვილი დააჯარიმა. და ტაიმის ბოლოს ნახოთ შევა კარებში დაარტყან ამერიკელებმა არც ეგ არ გამორწული. კი, კარები აირჩიეს, არ არის გასაკვირი. პრაგმატული გაწყვეტილება რატომაც არა. უეჭველი ნუ კარგი შანსი აქედან გატანის, ახლა უეჭველი ნამდვილად არ არის, მაგრამ ნუ არ ვერ გაამტყუნებს მათ ამ გაწყვეტილებაში, შეიძლება დაუხსენ, მაგრამ უნდა იმის და მიუხედავად რომ სეკონდიასთან არ უტყამდნენ ფოტოშოპის და აუჩი მიდიოდნენ, კი, ფულის გარეშე დაასრულეს საერთოდ ის თამაში, მაგრამ იქ ცდილობდნენ, მაგრამ აქ მოსაგებად არიან ჩამოსულები, ხო, უნდათ მოგება ყოველ შემთხვევაში და რა თქმა უნდა. და სატყმელი ჯარიმები უნდა დაიწყას. აბა, კარტი და ტყმა. კარგი ჩანს. კი, კარგად გამოიყურება 26-24-ზე გავდივართ შესვენებაზე. ბევრი კარგი მომენტიც ქონდა პირველ ტაიმში, ცუდი მომენტებიც ქონდა, ნახოთ ყველაფერი წინ არის. კი, ყველაფერი წინ არის. ბოლო 40 წუთში გადაწყდება მოკლედ გამარჯვებული ჩვენაობა. შევისვენებთ მოთამაშეებთან ერთად და მალე დაგიბრუნდებით.